Pirobebis დაკმაყოფილებას ითხოვს ევროკავშირი ქართული ოცნებისგან აგვისტოს ბოლომდე იმისათვის, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს. ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება. ეს არის იმ პირობების ნაწილი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ქართულმა ოცნებამ სულ 8 პირობა უნდა შეასრულოს. შესაბამისი რეკომენდაციები ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს უკვე გაუგზავნა. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებული ანტიდემოკრატიული მდგომარეობისა და საპასუხო ზომების განხილვისას იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა თქვა, ქართულ ოცნებას პირობების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე აქვს. უზრუნველყოს და დაიცვა საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. არ მიიღოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული ლგბტ-ქვიარ პირების უფლებები. შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ. გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიების გამო ევროკავშირმა 2025 წლის 27 იანვარს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ვიზა ლიბერალიზაცია უკვე შეუჩერა. უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ემხრობა ევროკავშირის 5 ქვეყანა: ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, ლატვია და ლიეტუვა, თუმცა მხოლოდ შერჩეული ქართველი ოფიციალური პირებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით 15 ივლისს 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კაია კალას ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს დაწყებამდე წერილის მეშვეობით მიმართეს. როგორც კაია კალასმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან ერთად ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკის საპასუხოდ სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და სანქციები განიხილეს. შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის კუთხით. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას. შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში. შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს. ქართულ ოცნებაში ევროკავშირის წერილზე პასუხი უკვე აქვთ. ოცნების დეპუტატის ლევან მახაშვილის თქმით, იმ კანონების გაუქმება, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, ვერ მოხერხდება, რადგან პარლამენტი მუშაობას 2 სექტემბერს განაახლებს. მიცემული ვადა კი აგვისტოს ბოლოა. რაც შეეხება მოლოდინს, გაუქმდება თუ არა ვიზა ლიბერალიზაცია, მახაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება. მე და ჩემი კოლეგებიც ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საფრთხე არ ემუქრება და კიდევ ერთხელ ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა ეფუძნება იმ მათ შორის რეკომენდაციებს, რომელიც და იმ სამუშაო პროცესს, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე ევროკომისიასთან. ეს დოკუმენტი არის სამუშაო დოკუმენტი. ჩვენ შევისწავლით, გავაანალიზებთ, ნახავთ რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით. მათ შორის ნახავთ სად არის რესურსი რომელიმე კანონის გაუქმების არ გაუქმების. ოღონდ კიდევ ერთხელ, როდესაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს რომელიმე კანონის გაუქმებას და ზეპირად იქ წერილში არანაირი თარიღი არ არის მითითებული, ზეპირად დაასახელეს 31 აგვისტო, შევახსენოთ, რომ პარლამენტი ოფიციალურად მოქმედებას, მუშაობას იწყებს 2 სექტემბრიდან. ამიტომ ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება, ფიზიკურად რომც იყოს ამისი ნება ვერ მოხდება. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განსხვავებულად უყურებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა არა მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციას, არამედ ევროპულ მომავალსაც კარგავს. მათივე თქმით, ევროკავშირთან ვიზის გარეშე ურთიერთობა მნიშვნელოვანია ყველასთვის, რა პოლიტიკური ხედვაც არ უნდა ჰქონდეს მას. გუშინ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. შეუძლებელია ეს ორი ერთად. და ჩვენ კარგავთ არა მხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ კარგავთ ქართული ოცნების პირობებში იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი დავიცვათ, იმისთვის, რომ საქართველოს დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, იმისთვის, რომ სამართლიანობა დაბრუნდეს საქართველოში, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ევროპული სახელმწიფო, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომელიც არის შეუთავსებელი ამ მომავალთან. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა ეს არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, ამ რეჟიმის იზოლაცია და დემონტაჟი. ერთი გუშინდელი ევროკავშირის მინისტერიალიდან გავიგეთ, რომ ევროპა გადადის მოქმედებაზე. ამ დრომდე იყო უამრავი გაფრთხილება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, გამოთქმული წუხილი თუ შეშფოთება, მაგრამ ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი რამ, რაც გუშინ გავიგეთ მინისტერიალზე. ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციების თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართველ ხალხს. საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, რომ 3 მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები. პუტინის და მისი ერთადერთი მოკავშირის გამოყენებით ის საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ისიც ფაქტი არის, რომ ოცნებას უკვე გადაწყვეტილი აქვს და არჩევანი გაკეთებული აქვს საკუთარი კორუმპირებული წევრებისაც თუ ქართველი ხალხის დასანქცირება შორის და ოცნებას დღეს ურჩევნია, რომ სამწუხაროდ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჭერდეს ამ ქვეყანას. ქართულ ხალხს ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მონაპოვარი არის ქართველი ხალხისთვის, ეს გაუქმდეს, ოღონდ როგორმე არ დასანქცირდნენ ქართველი ოცნების წევრები და წერილიც ამის მონაპოვარი არის, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება დაჩქარებული წესით ყოფილიყოს. ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საფრთხის წინაშე დამდგარიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. უვიზო მიმოსვლის ფორმატი არის არა უფლება, არამედ პრივილეგია, რომელსაც სახელმწიფოები იღებენ ხოლმე კონკრეტული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, როგორიც არის ადამიანის უფლებათა პატივისცემა, დემოკრატიული სტანდარტის არსებობა და სხვა ევროპული ღირებულებები. ვერ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები, როგორადაც ივანიშვილმა საქართველოს გადააქცია. მაშინ როცა ახლა ჩვენი მეზობელი სომხეთი მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლას, საქართველოს შეიძლება ეს შესაძლებლობა დაკარგოს. ევროკავშირთან გაუქმებული ფორმატები კი სამწუხაროდ ნიშნავს მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას, იმას რომ ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძლება დაკარგოს შესაძლებლობა ევროპაში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამკურნალო სიარულისა, გაუქმდება დროებითი დასაქმების პროგრამები და სხვა. მაკაბოჭორიშვილთან ერთად წერილის ადრესატები ასევე არიან ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი. წერილის თანახმად ევროკავშირის საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება, რომ ის კონსტრუქციულად უპასუხებს გამოწვევას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. შეფასების შემდეგ კი თუ დარღვევები გაგრძელდება, ევროკავშირის რეგულაციის მერვე მუხლის საფუძველზე კომისიამ შესაძლოა სავიზო შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად პროცედურები დაიწყოს.